რა არის ვირთხების რბოლა? ვირთხების რბოლას ვფიქრობ ესეთი რაღაცა ოფიციალური დეფინიცია არ აქვს, იმიტომ რომ არის უფრო მეტაფორული სახელი და გულისხმობს ისეთ ცხოვრებას, როგორიც იცხოვრა მთელმა საქართველომ და საქართველოც არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებშიც არის იგივე სისტემა, ხო? იბადება ბავშვი, ხდება 3 წლის, მიდის ბაღში, სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, მოკლედ ხდება მისი მოშინაურება იმისთვის, რომ იყოს კარგი მუშა ხელი და მუშა ხელს მარტო ფიზიკურ შრომაზე არ გულისხმობ. ჩემი აზრით, მუშა ხელი არის ისიც, ვინც ოფისში კომპიუტერთან მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ნება ფაქტობრივად არის წართმეული და იძულებულია, რომ როგორც გამოზარდეს, რა პროფესიაც ჩააწვეთეს და ესე ვთქვათ, უთხრეს პირდაპირ ან ირიბად, რომ ის უნდა გამოსულიყო, ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, ეგ აარჩი. ანუ ჩვენ რეალურად სადღაც 3-4 წლის ასაკიდან ვებმებით ვირთხების რბოლაში და 18 წლამდე ხდება ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგ მოვემსახუროთ საჯარო სფეროს, კერძო სფეროს, დიდ კორპორაციებს, ქარხნებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ და არა მარტო მე, ბევრი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ უკვე გამოვიდა ან რბოლიდან, ან უნდა რომ გამოვიდეს, ადამიანი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ იმუშაოს ორშაბათიდან პარასკევამდე 9-დან 9-მდე, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, შაბათსაც მუშაობდი, ან თუ გინდათ ვთქვათ უფრო სტანდარტული სამსახური 9-დან 6-მდე, სხვისი მიზნებისთვის, იმისთვის, რომ ქონდეს ყოველთვიური ერთნაირი უსაფრთხო მისთვის ხელფასი და არ განახორციელოს ის მისია, რა მისიითაც დაიბადა. მე ღრმად მჯერა ამისი და ვფიქრობ, რომ რამდენი ადამიანის არის დედამიწაზე, იმდენი ბიზნესი შეიძლება არსებობდეს ისე, რომ ყველა იყოს წარმატებული ამ თავის ბიზნესში, რადგან უამრავი საჭიროება დგას